ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ზუგდიდის სულიერებისა და კულტურის ცენტრის, ცოტნე დადიანის დარბაზისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ზუგდიდის ბავშვთა სახლს სტუმრობდნენ. მოზარდებმა სამღვდელოებასა და სტუმრებს საახალწლო მუსიკალური ნომრები შესთავაზა და დამსწრე საზოგადოებისგან აპლოდისმენტები მიიღო. დღეს კიდევ განსაკუთრებული დღე არის ჩვენი უწმინდესი და უნივერსის დაბადების დღე არის. განსაკუთრებულად ულოცავ ამ დღეს სულიერ საქართველოს პატრიარქს ამ ბავშვებს და სულ ყველას მათმა მშვიდობა, ბედნიერება, ღვთისმსხალობა და მადლობა ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ქვეყანას. ბავშვებს განწყობა შეუქმნით საახალწლო, ყველანაირად ვეცადეთ, მხარში ამოვდგომოდით ის დღე აი ახალი წელი რასაც ქვია ბავშვებს უნდა ქონდეთ საახალწლო განწყობა და ყველანაირად მხარში ამოვიდგა ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულო. ზუგდიდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ახალი წელი სიმბოლურად თეთრ წვერა თოვლის ბაბუამაც მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. საზეიმო შეხვედრის დასრულების შემდეგ ზუგდიდის ბავშვთა სახლის თითოეულ აღსაზრდელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ხატები დაურიგა და თითოეული მათგანი დალოცა. ჩვენს აღსაზრდელებს სტუმრად ეწვია მეუფე გერასიმე, ცოტნე დადიანის დარბაზის წევრები, ახალგაზრდები. ღომესი მადლობა მინდა ყველას გადაუხადო. ნამდვილად დააფასეს ჩვენი აღსაზრდელები, მიულოცეს ახალი წელი. ყოფილა მიტროპოლიტი გერასიმე ჩვენთან, რომელსაც გვაკურთხა, დაგლოცა და გადმოგეცა ჩვენ საჩუქრები და ძალიან გაგვიხარდა და ძალიან მოხარულები ვართ. საზეიმო შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. ზუგდიდის სულიერებისა და კულტურის ცენტრისა და ცოტნე დადიანის დარბაზის წევრები მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გეგმავენ.